გამარჯობა ბატონო ოთარ. კი წერილის დატოვება მინდა თქვენთან. აი ეს გადმოგიგზავნეთ ჩვენ მონიტორიდან ვარ მეილზე კი ბატონო. სამსახურის მეილზეც, პირად მეილზეც რაც გქონდათ ოფიციალურად მითითებული, WhatsApp-ში და ამასაც დაგიტოვებთ. კი ბატონო ოთარ, თქვენ შესახებ ვამზადებთ სტატიას. დაგიტოვებთ ამას, რომ გვიპასუხოთ ბატონო ოთარ. რატომ? არ მიიღეთ თქვენ, ანუ არ გვიპასუხებთ ამ კითხვებზე? არა, რა თქმა უნდა. არა. სანამ არ მეტყვით, ვინ გავალებთ ამ ყველაფერს? ხელად ვერ ხვდები უბრალოდ აი რატო გავა. იქნებ გვიპასუხოთ და რაზე უნდა როგორ შეიძლება სამით ხვდებით? ანუ მე თვითონ მოვახდენ მაქსის სიშველი და რამდენი კითხვაც გა. კი, გვიპასუხოთ. გულწრფელად მეუბნებით, დარწმუნებული ვარ. რა მნიშვნელობა აქვს ნახეთ ვარ? როგორ არა აქვს დარწმუნებული ვარ. არა, მახსოვს მე თქვენი წინა ექსპერტული გადაცემები. მოგწერთ მე ჩემი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არ მახსოვს დირექტორობის იმედი და უბრალოდ აკეთებთ თემის ესკალაციას, რომ შოუ დადგა ხდები და ამ დროს თქვენ რას ინფორმაციასაც იღებთ, თქვენ ხო ამას ჩემი დეკლარაციიდან. დიახ. ანუ მე თუ ადეკლარირებ. ეხლა ან ჩემზე ძალიან სული წარმოდგენა გაქვს. ან არა ვარ ადეკვატური რომ მე რაღაცა ისეთი დავადეკლარირო. თქვები ჩნდება თქვენი აი ეს სახლის მამასაც უხეთ იმის შემდეგ გადააფორმეთ რატომ გადააფორმეთ ნახეთ მე ხო ჩემი ხარჯებით რეესტრში არც არის დარეგისტრირებული როგორც სახელი ისევ არ არის მიწა დამთავრებული. აქ ხომ სრულად დასრულებული არის დასრულებული. რა არის დასასრულებელი? ძალიან ბევრია. ანუ აქ ცხოვრობთ კომუნალურებში იყდით და რეესტრში რატომ არ არეგისტრირებთ? ჩვენ ვამზადებთ. იმიტომ რომ აი აბსოლუტურად ხო 2022 წლიდან მას შემდეგ იმდენად ყველა პროცესიდან ვარ, აი როგორ გითხრათ, მაქსიმალურად დისტანცირებული მე აღმასრულებელი ფუნქცია არ მაქვს რამდენიმე წელია უკვე. ანუ აი მართლა 2022 წლის მე მას შემდეგ რაც ჩვენ შევხვდით, თქვენ კიდევ უფრო გამდიდრდით. თემიდან აცდენილი. აი ეს კითხვები, აი აქ დაგიტოვებთ რა. იქნება გაგიჩნდეთ სურვილი, აი დაგიტოვებთ აქ.